ხულოში სასულიერო სასწავლებლის დახურვას ქართველი მუსლიმანებისგან პროტესტი მოყვა. სამართალდამცველებმა ხელმძღვანელი გადასახადებისგან თავის არიდებაში ამხილეს, თუმცა მხარე ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია შემოწირულობებით არსებობდა და გადასახადების გადახდა არ ეხებოდა. სასულიერო სკოლაში კი მოზარდები სხვა საგნებთან ერთად განსაკუთრებით მუსლიმანურ რელიგიას სწავლობდნენ. ხალხში გავრცელებული ხმებით სასწავლებელს თურქული მხარე აფინანსებდა, თუმცა ხულოში ღიად ამაზე არ საუბრობენ. ავიწრებს თუ არა ხულოში მცხოვრებ მუსლიმანებს ადგილობრივი ხელისუფლება ტელეკომპანია 25 არხის ჟურნალისტები არგვევდნენ. ხულოს რაიონში მცხოვრები ასეულობით მუსლიმანი მადლი 2005 შენობასთან სასწავლებლის დახურვის მცდელობის გასაპროტესტებლად უკვე მეორედ შეიკრიბა. ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარ სარწმუნოებრივ ზეწოლად აფასებს. მათი განმარტებით ბოლო დროს რაიონში 3 მსგავსი სასწავლებელი დაიხურა. მორწმუნეები სასწავლებლის არსებობას აუცილებლად მიიჩნევენ. ბაძლევენ საშუალებას ამ მუსლიმანურ სარწმუნოებას, რომ რაღაცა გავაკეთოთ, ან ვისწავლოთ, ან რაღაცა ჩვენ არავის არ ვებრძვით, არავის არ იმას ვუშობით, არ ვუზღუდავთ. ჩვენ რატომ გვიზღუდავენ სასწაულია ეს არის რა ვიცი რატომ ხურავენ მაგრამ 3 სასწავლებელი რატომ დაიხურა ახლა მაგალითად გზახსნილია ყველასათვის ყველა მუსლიმანისთვისაც თუ ქრისტიანისთვისაც თუ ქართველი ხალხი ყველა ერთი ვართ მოვითხოვთ იმას შენარჩუნდეს ესა ჩვენ შვილებისთვის ჩვენ მომავალისთვის ნუ იქნება ზეწოლა ყველა ერთიანი ხალხად ვისაც სად უნდა იქილოცოს არის მეჩეთი არის ეკლესია ნუ იქნება ჩვენ არ ვერჩით არავის. სწავლის გარდა რა შეღავათებია აქვს? კი, როგორ არა, ყველას. ყველანაირად რა ვიცი ყველაფერი შეღავათები გვაქვს. რა შედის ამ შეღავათებში? ამ სკოლაში თუ. ეს დიდებული სკოლა არის, აქ ღარიბებს, გაჭირვებულებს აჭმევენ, აცმევენ, ასწავლიან, ზდილობას ასწავლიან და ქუჩაში რომ გადიან არ არიან ისინი ბანდიტები. ბავშვი რომელიც ისდება, ჯერ სკოლაში მიდის. მორჩენილ საათებს უთმობს აქადა სწავლობს წესიერებას, სიკეთეს. რელიგიას სწავლობს, მაგრამ იმ რელიგიას საქსოველი არის თლად ზრდილობა. შეკრების მონაწილეები გამგებლისგან საბოლოო პასუხს ელოდნენ. ამიტომ მადლი 2005-ის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს ლევან აბაშიძის მისვლამდე კომენტარის გაკეთება აუკრძალეს და სასწავლებლის დახურვის მცდელობის ფაქტზე ღიად საუბრისგან თავი შეიკავეს. ინტერვიუს მომზადება და ბატონი ჩვენი გამგებელი ლევან აბაშიძე გადმოგცეთ სწორი ინფორმაციას. ლევანმა რატომ უნდა გადმოგცეს თქვენი პრობლემის შესახებ? ძალიან გთხოვთ. ძალიან მოდის მოგიხდით ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა მომზადება ბატონი ხელისუფლება ლევან აბაშიძე და არ დრო მოგვეცით ჩვენ პროგრამა გავმართოთ და იქნება ინტერვიუც იქნება ყველაფერი საქმე ლამაზად. ძალიან გთხოვთ დრო დაგვითმეთ და რატომ ვერ მოაგვარა გამგებელმა მაშინ ეს პრობლემა? ყველაფერს მოაგვარებენ, აგვარებდა და ყოველთვის მოაგვარებს. როცა პრობლემა იხსნება კიდევ ზედმეტი ლაპარაკი ალბათ საქმეს რამე სიკეთეს არ აუნებს და მოდით ახლა ვინაიდან საქმე მხარული დღეს და აქ არის საქმე ვინაიდან მოწყობილი ნორმალურად გაკეთებულია ზეწოლა არავის მიერ არ არის უბრალოდ დღეს ზეწოლაზე არ ვლაპარაკობთ დღეს არის საძებნო განწყობა და ხელისუფლებას ჩვენ გავხსნათ ხალხო ხელისუფლება მოვიდა აქციის დაწყებიდან 15 წუთში სასწავლებლის შენობასთან რაიონის გამგებელი მივიდა და მორწმუნეებს სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულების აჭარის მუსლიმანთა სამმართველოსთვის გადაცემის შესახებ ამცნო. საქველმოქმედო ფონდი 2006 წელს საგადასახადო ინსპექციამ გადასახადების დამალვაში ამხილა. გასულ წელს კი დირექტორი შოთა გაბაიძე იქნა დაკავებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით შენობა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. გამგეობამ შენობაში ახალგაზრდული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მორწმუნეთა პროტესტი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ გაბაიძეს ფარდი კერძო მესაკუთრისგან იჯარით ჰქონდა აღებული ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა. 2004 წელს შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი მადლი და მადლის ეწეოდა ქველმოქმედებას, მაგრამ როგორც მე აღმოჩნდა, ისინი ჩადიოდნენ სხვადასხვა უკანონობას. ამის ნუ მოხდა იქ ქონების რაღაცა და გადასახადების არ გადახდა და რაღაცა და ამიტომ საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე დაიჭირეს ეს ქონება ჩამოერთვათ. 232,000 ლარის დავალიანება ჰქონდა ჩამოერთვათ ეს ქონება და გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო მიფიქრა და ახლა ამ მიმართულებით მუშაობდა ადრე და რაღაცა და გაითვალისწინა ხალხის ნება და ისევ გადასცა აჭარის სამუფროს სარგებლობაში. სახელმწიფო გეგმავდით ახალგაზრდული ცენტრის შექმნას, მაგრამ ჩვენ შექმნით კიდევ პრობლემა არ არის. ის მიმდევარი იქნებოდა ეს ცენტრი. ყველას. ჩვენთვის რელიგია ყველა თანასწორუფლება ყველას.
მეღლეთის ჯამის იმამის განცხადებით შენობის დაცლის მითითება რაიონის გამგებლისგან გაიცა. ჯუმბერ კახიძე ირწმუნება, რომ ფონდი ადგილობრივთა შემოწირულობებით საზრდოობს და იგი ვალდებული არ იყო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადა. სასწავლებელში განათლებას 52 მოსწავლე ღებულობს. ბავშვები სასკოლო პროგრამასთან ერთად მუსლიმანური რელიგიის საფუძვლებსაც ეუფლებიან. ფონდთან აგორებულმა საქმეებმა იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ დახურვაზე იყო ეს სასულიერო სასწავლებელი. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ეს უნდა დაცალოთ, უნდა გადაუცეთ სხვას და ასე შემდეგ. გამგებელობა ჩვენი. რაიონის. და ფინანსური გარღვევები იყო ამბობენ. ამდენად იყო და ვისგან ფინანსდებოდა ზოგადად ეს სასწავლებელი? ეს სასწავლებელი და საერთოდ ეს ფონდი არის საქველმოქმედო შემოწირულობებით სარგებლობდა და არავითარ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რაღაცას წირავს, ეს კარტოფილი იქნება დაუშვათ, ეს კარაქი თუ მისი მსგავსი რაღაცეები, ეს მოსწავლეებს ხმარდებოდა და მაგ არც დარღვევას გონია ადგილი, არც არაფერს. სასწავლებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა აჭარის მუფმა ზურაბ ქემალ ცეცხლაძემ. მოსახლეობის ინფორმაციით სწორედ მას დაავალეს სასწავლებლის გაუქმება, რის გამოც იძულებული გახდა უფლებამოსილება მოეხსნა, თუმცა ოფიციალურ მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება. ორთაჯამის სამმუხტო სამმართველომ ცეცხლაძის შემცვლელად თანამდებობაზე ჯემალ პაქსაძე უკვე დაამტკიცა. უნდა ვინიშნეთ ჩვენი აჭარის სამმუხტო სამმართველოს მეჯლისის მიერ, ასევე ჩვენი ხუთი რაიონის 80% დამსწრე ჩვენი წინამძღვრების მიერ, იმამების მიერ. და რაც შეეხება ახლა ჩვენ წინამორბედს, ანუ წინამუხტს, ის იყო ჯანმრთელობად, ესე იგი უჩივიდან მან გააკეთა განცხადება გადადგომასა და დაგვასახელა ჩვენ. ასე ვიცი მე რომ გადადგა ამ იმისთვის რომ მუფთ დაავალეს რომ ეს ჩამოერთვა ეს მუფს დაავალ. მუფთი მაგას აჭარის ვერ იტყო და მაგას და გადადგავს. ავატყოფობით თუ ასე იყო ამბავი მოსული სოფლებში, მაგრამ რა ვიცი ზუსტად. უკავშირდება თქვენი აზრით ამას, ხო? ახალდანიშნული მუფთი მუშაობას სასწავლებლის სრულყოფილად აღდგენის მიმართულებითაც გეკმავს.